რომ ჩამოხვალ დაგვხვდება ავტომობილი პარკინგზე, რომელიც დღეს ჩვენ აქ ვყავს, ხო? ეს არის BYD Song Plus 25 წლის მოდელი. საუკეთესო ავტომობილი. ნებისმიერ ავტომობილს ამას ვერ შეადარებ. ეს არის ავტომობილი, რომელიც 610 კილომეტრს გადის და ჩვენ მაგას 100% გარანტიას ვაძლევთ. მოვიდა ელექტრომობილების დრო და მე მინდა ვთხოვო ვისაც ვიცნობ, გადმოჯდეს ელექტრომობილებზე, რომ ისიამოვნოს. კი, თქვენ მოიყვანეთ ეს დრო სიმართლე რომ გითხრათ, საქართველოში დიდი წვლილი მიგიწვით. შემდეგი კითხვა, აი მაგალითად მე როგორც მომხმარებელმა შევიძინა ელექტრომობილი და იმ შემთხვევაში თუ რაიმე პრობლემა შემექმნა, გამოსავალი რაში მდგომარეობს? მარიამ, ახლა როგორ არის? თავარი მაინც არის სერვისი. არა აქვს მნიშვნელობა ეს ელექტრო იქნება თუ საწვავზე მომუშავე ავტომობილი, აუცილებლად სერვისი უნდა კონდეს. თუ სერვისი არ აქვს, იქ მანქანა ავტომობილი არ უნდა შეიძინო. როგორ შეიძლება 30,000 დოლარიანი ავტომობილი შეიძინო სადღაც ბინების ქვეშ და მე მიაკითხავ და მეორე დღეს ვერ ნახავ, არ არის. ეს არის გარანტიის გარეშე. დღეს რო იძახიან 20-22 წლის ბიჭები რო ჩემთან მოდი შეიძინე და მე მესამე დღეს მიხვალ და არავინ არ დაგვხვდება, აი ეს ძალიან ცუდია. ამან გაუფუჭა ელექტრომობილებს სახელი, თორე ელექტრომობილები ძალიან კარგია. ვინც ელექტრომობილს ყიდის და გეტყვის გარანტიას გაძლევ, მაგრამ ჩხოროწყუში მაქვს პროფილაქტიკა, აი იქ მან ავტომობილი რომს გაჩქონ არ უნდა გამოართო. სადაც ავტომობილს ყიდი, აი ყურე ვის აძლევენ წარმომადგენლობას. აძლევენ იმას, ვისაც აქვს პირველი სერვისი, უმაღლეს დონეზე გაკეთებული სერვისი და შოურუმი, სადაც დიდი ასოებით აწერია იმ ავტომობილის ბრენდი. დღეს გაიხედავ და ყველა ბინების ქვეშ ყიდიან ავტომობილს, ესე არ გამოვა. ადამიანი ტყუდებიან. აი თქვათ რაღაცა 500-1000 დოლარის სხვაობის გამო ზოგიერთი ადამიანი მიდის და ბინების ქვეშ ყიდულობს ავტომობილს და მერე თავში ირტყამს ხელს, ეს ავტომობილია. ამას რეალურად გარანტია უნდა. ადამიანი როცა გეუნება წად იქამ აქვს პროფილაქტიკა რო ეტყვი კაცო მაჩვენე დაბა ხვალ რო დამჭირდეს იქამ აქვს, იქ არ უნდა იყიდო. თუ იმის ჭკუა გაქვს რო 20, 25, 30,000 დოლარი შეიძინო, იმის ჭკუაც უნდა კონდეს რომ ავტომობილი უნდა შეიძინო ცენტრში. სადაც პატრონი ყავს. სადაც ჩვენ ჩამოვიყვანეთ ჩინეთიდან წარმომადგენელი, რომელიც 100%-ით